Ურბანული გამოწვევები და პოტენციური საფრთხეები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, როგორ აფასებენ სპეციალისტები და ოპოზიციის წევრები ურბანული კვლევების ცენტრის მიერ წარდგენილ ანგარიშს, რომელიც 16 პრობლემურ პროექტს ეხება და კონკრეტულ საფრთხეებზე მიუთითებს. ნატა ჭელიშვილი გვიერთდება თემის დეტალებით. დედაქალაქი დღეს ურბანული კატასტროფის წინაშე დგას, სწორედ ასეთია საკრებულოს ოპოზიციის წევრების შეფასება დედაქალაქში მიმდინარე ქაოტურ მშენებლობებთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ იმ ტერიტორიებზე, სადაც მაგალითად დაუშვებელია მაღალსართულიანი ან მულტიფუნქციური კომპლექსების აშენება, თბილისის მერია ნებართვებს გასცემს, თუმცა ნებართვებს გასცემს მხოლოდ ქართულ ოცნებასთან ან მათთან დაახლოებულ პირებზე. ოპოზიცია მიუთითებს იმაზეც, რომ ხშირია შემთხვევები, როცა მიმდინარე მშენებლობის დროს არ არის დაცული სამშენებლო კოეფიციენტები და ოპოზიცია სავარაუდო კორუფციის რისკებზე საუბრობს. ივანიშვილის, კალაძის და ქართული ოცნების ხელით მიმდინარეობს ჩვენი ქალაქის წინააღმდეგ ურბანული გენოციდი. ამას ჩვენ ვხედავთ ყველა ფეხის ნაბიჯზე, სადაც მიმდინარეობს ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირების პროექტების მშენებლობა. ამ პრობლემური პროექტების უკან დგანან მართველი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის ერთ შემთხვევაში დგას პირადად ივანიშვილიც, დგას ვისოჯგუფი, დგას არქი, დგას გოჩაენუქიძე და ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ დღეს მართლ პარტიას, რომლებსაც აქვს საკუთარი ბიზნეს ინტერესები. დღეს დედაქალაქში სრულად გვაქვს ქაოტური განაშენიანება, აქ ხდება სისტემურად ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების დარღვევა, გენგეგმა ფაქტობრივად ფასონადა აქვთ მათ მიღებული, იმიტომ რომ ყველა თვეში ფაქტობრივად 20-ზე მეტი ესე ვთქვათ, სულილება შედის მასში. საერთოდ უგულებელყოფენ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონს, მათთვის კულტურული მემკვიდრეობა და მასზე მოქმედების ესეთი პროცედურები არ არსებობს. მათთვის მთავარი არის, რომ რეალურად დააკმაყოფილონ პარტიასთან არსებული ბიზნეს სუბიექტების ინტერესები. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ურბანულ გამოწვევებთან დაკავშირებით კვლევა მოამზადა ურბანული კვლევების ცენტრმა. ამ კვლევაში მოყვანილი იყო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებული 16 პრობლემური პროექტი და ამ პროექტებს შორის მაგალითად მოხვდა ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზეც დაგეგმილი მშენებლობაც.